უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე და კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომელი აუდიტის სამსახურის მიერ სასამართლო სისტემაში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობენ. Როგორც ნიკოლოზ მჟავანაძე განმარტავს, 2010 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტში სასაწყობე მომარაგების ინვენტარიზაციისას 2,3 მილიონი ლარის დანაკლისი გამოვლინდა. მჟავანაძის თქმითვე, დემან ბეჟაშვილმა დარღვევების შესახებ დოკუმენტები პროკურატურას არ გადასცა და აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამასთან მისივე თქმით საეჭვოა, რომ შარშან საერთო სასამართლოების დეპარტამენტის აუდიტის ჯგუფის ერთ-ერთი წევრი სოსო ჩიკობავა გარდაცვლილი იპოვეს. 2010 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სასაწყობო მომარაგების ინვენტარიზაციისას გამოვლენილი იქნა 2,3 მილიონი ლარის დანაკლისი. აუდიტმა გამოავლინა ფაქტები თუ როგორ ხარჯავდა თანხებს სასამართლოს დეპარტამენტები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, აგრეთვე შემოწმების შედეგად გამოვლინდა გარე მივლინებებში უმიზნოდ გახარჯული 125,428 ლარი. ამ ყველაფერს დაედო გრიფით საიდუმლო. შემოწმებლებმა, რომელმაც შეამოწმეს ეს აქტები, ზოგი გაანთავისუფლა იმ პერიოდებში. აქედან გამომდინარე, ის რომელიც იყო ჩიკობავა შემოწმებდა, რომელმაც არ ამოიღო ის დარღვევანაგროვებები, მოგეხსენებათ რუსულ ეკლესიასთან გარდაცვლილი იარაღით რომ მოკლეს ეს პერიოდია ეს და გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა და გამოძიება დღესაც მიმდინარეობს. არსებობს კიდევ სხვა დარღვევანაგროვებები, რომელიც გნებობს სასაწყობო მეურნეობიდან 2,300,000-ის მატერიალური ფასეულობა არ აღმოჩნდა.